მოგესალმებით, შენი სულიერი არხის წევრებო, შენი სულიერი სივრცის არხის წევრებო, გისურვებთ წარმატებულ, პოზიტიურ და მშვიდობიან დღეს. დღეს გვექნება, მოვედით ესეთი საჯარო გაშლით უცნაური. ის რისი მოსმენაც არ გინდა, მაგრამ შენ ეს აუცილებლად უნდა გაანალიზო, რათა შენი ცხოვრება შეიცვალოს ბედნიერებისკენ. ამისთვის კი ვნახოთ სიგნიფიცირება თქვენი, რათა მივხვდეთ ვის ეკუთვნის ეს გაშლა არ იქნება ყველასთვის, ბევრისთვის, მაგრამ ვისთვისაც იქნება, ალბათ საჭირო იქნება მათთვის. სიგნიფიკაცია, რა ხდება ეხლა შენს სულში? ის რისი მოსმენაც არ გინდა, მაგრამ შენ ეს აუცილებლად უნდა გაანალიზო, რათა შენი ცხოვრება შეიცვალოს ბედნიერებისკენ. ის რისი მოსმენაც არ გინდა. რა არის ეს? ის რისი მოსმენაც არ გინდა, მაგრამ ეს უნდა იცოდე, რათა გაანალიზო, გააცნობიერო და შეცვალო. პირველ რიგში ვნახოთ სიგნიფიკაცია. შენ ემზადები რაღაცა ქმედებისთვის მამაკაცთან დაკავშირებით ახალ ეტაპზე გადაყვანის თემაზე, რომელსაც ყველაფერში ყველანაირად ცდილობ რომ გაუგო. და აი ერთგული ხარ მაგ ადამიანის. ინიციატორი ხარ. ამ დროს შეგიძლია ამ მამაკაცის უმოქმედობის გამო ადგე და გახვიდე ურთიერთობიდან, მაგრამ არა კი არ გადიხარ, არამედ აი როგორი რაღაცაა იცი, თითქოს ამ ადამიანის ფუნქციას შენასრულებ ამ ურთიერთობაში. გქონდა არაერთხელ საშუალება და ეხლაც გაქვს რომ გახვიდე ამ ურთიერთობიდან, მაგრამ არ გინდა გასვლა, გინდა რომ აი ამ ურთიერთობას მოახმარო მთელი შენი რესურსი და ამ ურთიერთობიდან გამოიყვანო, გამოჭედო რაღაც ის, რისგანაც ამოვა ახალი ნაყოფი შენს ცხოვრებაში. ახლა კი ვნახოთ, თუ იცანი შენ თავი, ახლა კი ვნახოთ ის რისი მოსმენაც არ გინდა, მაგრამ ეს შეცვლის შენს ცხოვრებას. რა არის ეს? ძველის დასრულება, რომელიც დიდი ხანია იცი რომ უნდა დასრულდეს. ძველის არ გაშვება, რომელიც ძვირფასია შენთვის. სადაც კომფორტის ზონაში ხარ გაჩერებული და რადგან ეს შენთვის ძვირფასია, მიწიერ დონეზეა ძვირფასი ეს ყველაფერი შენთვის და არ გინდა გაშვება, ნახე. შენ არ გინდა იმის მოსმენა და იმის გაცნობიერება, რომ მარტო აქ მიწიერ დონეზე რაც ხდება, ეს არ არის ცხოვრება. და აქ რაც ნახე, რაც მიიღე მიწიერი თვალთა ხედვით მხოლოდ და დაფასდა გახდა შენთვის ძვირფასი. აი ამას ებღაუჭები, იმის გაცნობიერება არ გინდა, რომ მარტო აქ რაც ხდება, რასაც ვხედავთ, ეს აქედან მიღებული განცდა, ემოცია არ არის ყველაფერი,
იმის გაცნობიერება გიჭირს, რომ თუ კი ეს ჩემთვის ძვირფასი გახდა, ეს მივიღე, ასე დავაფასე მე მიწიერ დონეზე, რატომ უნდა დასრულდეს? მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ დასრულდეს, მაგრამ შენ გავიწყდება ის, რომ რაღაცა რო ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა და ამას ვეწინააღმდეგებით ჯიქურ, რადგან ჩვენ ესე ვთვლით, რომ ესე გვინდა. ეს არის შეწინააღმდეგება შენს მიერ სულის ხელმოწერილ კონტრაქტზე, რომელიც შენმა სულმა დაბადებამდე შეათანხმა უმაღლეს ძალებთან, ვიბრაციებთან. შენ არ გინდა იმის გაცნობიერება, რომ შენ ეს მდგომარეობა უნდა დატოვო და შეცვალო შენი თავი, გაზარდო შენი თავი. ისწავლო ამ მიღებული ტკივილებიდან და წახვიდე მიღებული გაკვეთილებით აწმყოში, ანუ მომავალში. შენ არ გინდა გააცნობიერო ის შენი მოგონებები, შენი განვლილი გზა, რაც კიდევ ვამბობ, ებღაუჭები და ძვირფასია შენთვის, რომ უნდა დასრულდეს, დარჩეს წარსულში, რაღაცა ყოველთვის იწყება, რაღაცა ყოველთვის სრულდება, ხო? არ გინდა გააცნობიერო, რომ უნდა გაიზარდო. შენ გეკაჩება მთელი შენი ძალა და რესურსი, უნდა გრძნობდე, რომ გეუბნება, რომ ეს ყველაფერი დატოვო წარსულში და მომავალში რა, ახალი გზა გელოდება შენ და ახალი მომავალი გელოდება, მაგრამ გეზარება ამ ახალ გზას, ეჭვის თვალით უყურებ ამ ახალ გზას. თითქოს ნაბიჯი, რომელიც, იცი რა, გიფიქრია ამაზე, რომ ახალ გზაზე გადავდგა ნაბიჯი, მაგრამ არა, ამას ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებ და ისევ წარსულზე აღებულ ფეხს, ისევ მომავალში გადასადგმელს, ისევ უკან დგავ წარსულში. ძალა, რომელსაც მიყავ მომავალში, აფერხებს შენი წარსულში ყურება და წარსულისკენ გაქცევის სურვილი, რადგან არ უშვებ ხელიდან. აი ამის მოსმენა არ გინდა. ხოლო შენ მაღალი ძალები გაძლევენ მთლიან რესურსს იმისას, ძალის ენერგიას, რათა შენი ცხოვრება შეცვალო და წაიყვანო ბედნიერებისკენ ახალ მომავალში. რა გელოდება ახალ გზაზე, მაშინ ესეც ვკითხოთ. რა გელოდება ახალ გზაზე და დიდხნიანი შინაგანი ბრძოლის ფონზე, სადაც წარსული შენ სიყვარულს, აი ცეცხლი ეკიდებოდა მომავლის აწმყოს სიყვარული ცდილობ, რომ აი რასაც აწმყო გაძლევს სამყაროს ენერგეტიკის თვალსაზრისით, იმით ცდილობ, რომ წარსული ცეცხლი ჩააქროს იბრაზე, ასე ვთქვათ, ვნება და ასე შემდეგ. რას გვპირდება მომავალი და გვპირდება აი ამ, ასე ვთქვათ, მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, ამ სტაგნაციიდან გამოსვლას, ახალ ამბავს, ინფორმაციას, შევსებას მიწიერ დონეზე, სიუხვეს, რომელიც აბსოლუტურად გაგანთავისუფლებს, კი ბატონო, გაგანთავისუფლებს იმ მდგომარეობიდან, რაშიც იყავი, აი გაგანთავისუფლებს, კი გამოგიყვანს შემოძვირფასო ადამიანო, ემოციებში ფსკერიდან, რომელშიც იყავი ჩარჩენილი და ცდილობდი ზედაპირზე ამოსვლას, მაგრამ გზას ვერ ხედავდი, აი აქედან გამოგიყვანს. ახალ ადამიანს გიგზავნიან, რომელიც დაასტაბილურებს შენ სიტუაციას და მიწიერ დონეზე და აი მოგცემ საშუალებას საბოლოოდ გაუშვა ძველი. რაზეც მერყეობ ეს ადამიანი მიგაღებინებს გადაწყვეტილებას, ხოთ მიგაღებინებს განა დაგელაპარაკებად რაღაც ენერგეტიკულ დონეზე, რომ შენ უნდა უმკვნევლოდ გაუშვა წარსული.
აი ასეთი გაშლა იყო, არ ვიცი ვისი იყო ეს ინფორმაცია, ვისი იყო ეს გაშლა, ამას გავიგებთ თქვენგან, იმედია დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია. ხოლო მე კიდევ მინდა მკაფიოდ აღნიშნო, აქ ვიღაცას ეწერა ამის წინ ბიჭს, რომ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო გაშლის ფორმატიდან გამომდინარე, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო გაშლა შეიძლება გეკუთვნოდეთ 99%-ით თქვენ, გადაწყვეტილებას რაც შეეხება, არასდროს არ მიიღოთ საჯარო გაშლის ფონზე. იმიტომ რომ საჯარო გაშლა გაძლევთ თქვენ რესურს იმისას, რომ თქვენს ეჭვებში დარწმუნდეთ, პირობითად სამყაროსეული ინფორმაციის სახით, მაგრამ იმისთვის რომ მიხვდეთ ეს ნამდვილად თქვენი ინფორმაცია თუ არა, ამისთვის აუცილებელია პირადი ან მატრიცა, ან დიაგნოსტიკა, ან გადამოწმება იმისა, ეს ყველა ინფორმაცია, რაც არის მოწოდებული, ნამდვილად თქვენია თუ არა, რადგან შეიძლება უშუალოდ რაც გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგებთ საჯარო გაშლაში, ის თქვენი კი არ იყოს, ვიღაცის იყოს, დანარჩენი ინფორმაცია იყოს თქვენ და ის ვიღაცის იყოს და ამ დროს თქვენი გადაწყვეტილება კი არ უნდა მიიღოთ, მანამდე რაღაცა უნდა დაამუშავოთ, გამიგეთ? ამიტომ ვიღაცამ რო თქვას, მაშინ საჯარო გაშლა რისთვის არის? საჯარო გაშლა არის იმისთვის, რომ შენი ტრანსმუტაცია მოახდინოს ცნობიერების. იმასთან დაკავშირებით, რაზეც შეიძლება გეგონა, რომ შენი ფანტაზია იყო. გემშვიდობებით, მომავალი შეხვედრამდე და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ძვირფასო არხის წევრებო, ახალო ადამიანებო და თითოეულო სულო, ვინც მოხვდებით ჩვენ სივრცეში. ბედნიერად.